მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ. მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არის დამწყები, ასე ვთქვათ, შეიძლება ეგრეც ითქვას, ხომ? დამწყები რეჟისორი ირაკლი ღუღუნი, აკაკი ბოდიში ღუღუნიშვილი. და მასთან ერთად დღეს ვისაუბრებთ მის სადებიუტო ფილმზე სახელად იუველირი და ასე ვთქვათ ვისაუბრებთ მის გარშემო და რაღაც გარკვეულ კითხვებსაც დაგისმოთ. მოგესალმები პირველ რიგში და მადლობა რომ დრო გამონახე და მესტუმრე სტუდიაში და სახლში. მოგესალმები, სასიამოვნოა ჩვენი შეხვედრა და აუცი მზადვარ გავცე შენს ნებისმიერ შეკითხვას პასუხი. პირველ რიგში ესე კითხავ, როგორ რანაირად გაგიჩნდა ეს იდეა და საიდან გაგიჩნდა ეს იდეა, რომ ასე ვთქვათ, გამოსულიყავი ფართო ეკრანზე, ასე ვთქვათ, და შეგექმნა ის, რაც შექმნია, იუველირი. კი ბატონო. პრინციპში რთული არ ყოფილა მაგიდის იდეის გაჩენა. საკმაოდ დიდი ხანია ზოგადად მინდა რომ მეცა და ჩემი ძალები და შესაძლებლობები ამ რეჟისორული მიმართულებით. და გამომდინარე იქედან რომ ვარ კასკადიორი მსახიობი და საკმაოდ დიდი გამოცდილება დამეგროვდა ამ სფეროში. ვაკვირდებოდი ხოლმე ყოველ გადაღებაზე რაღაც დეტალებს, რასაც მოიცავს რეჟისორის საქმე და არა მარტო. და ერთ მშვენიერ დღესაც კონკრეტულად ამ იუველირზე გამიჩნდა იდეა რომ გადამეღო რაღაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ერთ საღამოს დავწერე სცენარი. ერთ საღამოს შექმნი ამ ფილმის. ეს კონკრეტული სცენარი კი პრინციპში ერთ საღამოს დაიწერა და ცოტა მცირეოდენი შესწორებები მერე გზადაგზად ფილმის გადაღების პროცესშიც მოვარგეთ რაღაც ლოკაციას, რაღაც კონკრეტულ მომენტს და აი ესე შევქმნით ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი. აი რაზეა ფილმი რომ მოკლედ? ფილმი არის იუველირზე, რომელიც ფილმის მსვლელობის დროს ხვდებით რომ არ არის უბრალო იუველირი და აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარები, კონკრეტულად საბრძოლო ხელოვნებას ფლობს და მაგის დახმარებით ეს იუველირი თავს ძალიან კარგად იცავს და რთული სიტუაციიდან გამოძრომას, ესე ვთქვათ, თავის დაღწევას ახერხებს ძალიან ოსტატურად და მოხერხებულად. ეს რთული სიტუაცია იქნება თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ვინც ნახა სიუჟეტი ვფიქრობ რომ ეწოდინება და ვინც არ ნახა კიდე და ურჩევ რომ ნახოს და შეფასებას თუ არ გააკეთებს, მიხვდება მაინც რაზე არის საუბარი. იმ ხელა ფილმი არ არის ახლა რომ დაიღალო ნამდვილად ყურებით სადღაც 40 წუთიანი. არა, 9 წუთი არის ჯამში. 9 წუთია საერთოდ ჯამში ეს ფილმი. კი. თუმცა ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, აი მონტაჟის პროცესში და იმის შემდეგაც ბევრჯერ მაქვს ნანახი და ვაკვირდებოდი კრიტიკული თვალითაც რა შეცდომები დავუშვი, რა გამოვიდა კარგად და ასე შემდეგ და ყოველ ჯერზე მაქვს ის განცდა რომ არ არის დამღლელი, არ არის გრძელი, არ არის გაწელილი სპეციალურად და ძალიან სხარტად უყვება მაყურებელს ამბავს და ყველაფერი ნათელი და გასაგები არის და ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს მაყურებლისთვის მომაბეზრებელი. აი ცხოვრებისეული დეტალები თუ აქვს ფილმში ჩადებული? ეხლა ზოგადად ყველაფერი ცხოვრებისეული ჯგუფი და გამომა ეგეთი რაღაც. ჯგუფი ცხოვრების რა ვიცი, მე მგონია რომ ყველა შეიძლება ვაზრობ ხოდავსი, მაგრამ ყველა ბიჭს მე ვფიქრობ ერთხელ მაინც უჩხუბია. მე ესე მგონია. ხო და მე არ მიჩხუბია. კარგია თუ არ გიჩხუბია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე შემოვიფარგლები მე პირადად აი ენით. კი ბატონო, მაგრამ არის ხოლმე ზოგჯერ
საჭირო. ცოტა რთული მომენტებიც ცხოვრებაში ადრე უფრო იყო პრინციპში ეგ უფრო 90-იან წლებში ვიწევდა ხოლმე თავდაცვები სამწუხაროდ იყო ეგ რთული პერიოდი და პირადად მეც და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ინდროიდელ ბიჭს განსაკუთრებით ქონია ეგეთი დაძაბული მომენტები ანუ ხო აღარ დავკონკრეტდები მე მგონია იმ პერიოდის ხალხმა ყველა მიცის რაც ხდებოდა მაშინ და გვიწევდა ხოლმე თავის დაცვა თუმცა ის იმ პერიოდიდან არაფერი არ არის რა თქმა უნდა ანუ ეხლა აქცენტს ვაკეთებ იმაზე რომ ცხოვრების რაღაც ეტაპებზე კი გვიწევს თავდაცვაც და ეხლა ეს კონკრეტული გმირი იუველირი მთავარი პერსონაჟი ვინც არის მას უწევს თავისი ქონების დაცვა და არა მარტო თავის ქონების დაცვა, თავისი საყვარელი ქალის დაცვა. და მაგის გამო იბრძვის საკმაოდ მოხერხებულად და ვაჟკაცურად. აკაკი, შენ ახსენე ვარ კასკადიორიც. აი, სად გადიხარ? მინდა ეს ამ თემაზეც დაგისვა ერთი ორი შეკითხვა. სად გადიხარ აი ტექნიკურ კურსებს, ანუ სად ემზადები ასე ვთქვათ და ვინა შენი გამზვანე გასაგებია ჩვენ გვაქვს კინოსტუდიის სივრცეში დარბაზი სადაც ვარჯიშობთ ემზადებით კასკადიორული მიმართულებით და არა მარტო კასკადიორული მიმართულებით იქ რა თქმა უნდა კასკადიორს პირდაპირ ჭირდება სამსახიობო რაღაც გარკვეული დონეზე ფლობა სამსახიობო ხელოვნების რომ შეძლოს დუბლირება საჭიროების შემთხვევაში თავად ითამაშოს და მიიღოს ანუ როლიც და მაგ მიმართულებით ვარჯიშობთ ჩვენთან კინოსტუდიის სივრცეში და ჩემი ხელმძღვანელი დავით ხუბუა ძალიან კარგი და მაგარი პროფესიონალი მოვიკითხოთ დათო მოვიკითხოთ დავით აქედან მისი დამსახურებით ვისწავლე კასკადიორის ხელოვნება რომელიც რა ვიცი ძალიან შემიყვარდა და დიდი სიამოვნებით მუშაობ ამ მიმართულებით საბედნიეროდ ბევრი პროექტი გვაქვს ერთობლივად წარმატებით ჩატარებული და იმედს ვიტოვებთ რომ კიდევ ბევრი გვექნება ну ქართულიც და უცხოურიც უფრო მეტად უცხოური პროექტები აკაკი თუ გაქვს შეხება უცხოელ კასკადიორებთან მაგალითად ჩინელებთან ან თემურ მამისაშვილთან მოგეხსენება ვიზე ვამბობ კი ბატონო ჩინელებთან ჩვენ ერთხელ გქონდა ერთი სერიალი გადაიღეს ჩინელებმა საქართველოში ერთხელ გქონდა თანამშრომლობა მათთან თუმცა ვერ გეტყვი რომ ეხლა მეგობრული ურთიერთობა მაქვს გამომდინარე იქიდან რომ ჩინურის ერთი სიტყვა არ ვიცი და იმათ არც ქართული იცოდნენ და ნუ ძირთადად თარჯიმანი იყო შუამავალი ჩვენ შორის კაგრად შეეხება ჩინელებს მაგრამ ჩვენი ძალიან საამაყო ქართველი თემურ მამისაშვილი მოგეხსენებათ რომ ჩინეთში მოვაწეოს კონკრეტულად ჯეკიჩანის ესე ვთქვათ როგორც თავად ეძახის ოჯახის წევრია გუნდის წევრი და აქტიურად თანამშრომლობს ჯეკიჩანთან და ძალიან საამაყოა და მიხარია რომ ვიცნობ და მეგობრობ თემურ მამისაშვილთან და იმედი მაქვს რომ ერთადაც გვექნება ბედნიერი მომენტები სცენა ანუ სეტზე გადაღების მოედანზე და შევქმნით საინტერესო ეპიზოდებს ვფიქრობ მართალს მინოს ნამდვილად და ღმერთმა ქნას რომ მოახერხოს და ჩამოიყვანოს ყველასთვის საყვარელი ჯეკიჩანი აქ საქართველოში ძალიან მაგარი იქნება თუ ჩამოიყვანს და თუ აქ მოხდება რაღაც ერთობლივი რაღაც კოლაბორაციაზე და თანამშრომლობა თუმცა დიდი სიამოვნებით არის იმის ალბათობაც რომ იქაც მოგვიწიოს რაღაც წასვლა და თანამშრომლობა იმედი მაქვს იქნება მაგის შესაძლებლობა აი მაგ შემთხვევაში აუცილებლად უკვე შენთან ერთად თემურსაც და ჯეკისაც მოვიწვევ დიდი სიამოვნებით პოდკასტში და სამივეს ერთად გაგესაუბრებით და ნახოთ რა იქნება
პიროშენი ცხოვრებაში ანუ პირდაპირ გადაწყვიტე რომ აი რეჟისურა დაგეწყო და კასკადიორი გამختارიყავია ეს ორი ერთად თუ სხვა მიზნები გქონდა ცხოვრებაში? არა, პირდაპირ რეჟისურა არ გადამიწყვეტავს ეს პრინციპში ეს იყო პირველი მცდელობა რაც ახლა გავაკეთე ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი. თუმცა სურვილი მაქვს და მქონდა რომ რაღაც გავაკეთო, მაგრამ მოგეხსენება საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ურთულესია ეს დამწყები რეჟისორისთვის კი არა, პროფესიონალი რეჟისორისთვისაც კი ძალიან რთული პროცესია გადაიღო ფილმი. გარკვეულ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მოგეხსენება და ამიტომ ცოტა რთულია ამაზე ესე რაღაც კონკრეტული გეგმების გაწერა და მე სისრულეში მოყვანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ მოინდომებ, ეგიც გამოვა და ვფიქრობ, გამომივა შემდგომში, მომავალში რაღაც უფრო სრულმეტრაჟიანი და ასე შემდეგ, რა ვიცი, ნახოთ. თემურმა ის ჯეკი მიცის უფრო სწორედ ესე თქმა რომ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. კი ბატონო. თუ მოინდომეთ, აუცილებლად გამოვა. აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ ადამიანები ვქმნით ყველაფერს და თუ ის ხომ შეიძლება და შექმნა, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. თავარია სურვილი გინდოდეს, რაღაც კონდეს მიზანი და იმ მიზნისთვის მე ერთადერთი შრომა და ბრძოლა. დისციპლინა. ბრძოლა ცოტა უხეშნად ხომია, ბრძოლა, როცა ბრძოლა გიწევს, არც ისე კარგია. შრომა და მე შედეგი აუცილებლად მოვა რაღაც, აუცილებლად იქნება შედეგი. თავარია გქონდეს რაღაც საინტერესო გზა დაჭერილი, საინტერესო იდეები გქონდეს, ისეთი იდეები, რომელიც მაყურებელს ესთეტიურ სიამოვნებასაც მიაღებინებს, რაღაც ემოციურ განწყობებსაც შეუცვლის, რაღაც დააფიქრებს და ასე შემდეგ და რა ვიცი. ყველაფერი წინ არის, ვფიქრობ, იქნება კარგი პროექტებიც და შევძლებთ ბევრი კარგი. თავარია მონდომება და ეგ. კი ბატონო. რა მაინტერესებს ახლა შენგან შემოაკაკი? რამდენი დღეში, რამდენი საათი ვარჯიშობთ აი და რას ვარჯიშობთ, რა ტექნიკებს ხვეწავთ და ასე შემდეგ. ნუ სავარჯიშო დღე დაახლოებით 4 საათი გვაქვს. ანუ ყოველ დღე ვერ ვარჯიშობთ გარკვეული მიზეზების გამო. მაგრამ როდესაც გვაქვს სავარჯიშო დღე 4 საათი ვარჯიშობთ. და ვარჯიშობთ ძირითადად კასკადიორულ მიმართულებით, საბრძოლო ხელოვნების ან ილეთების დახვეწა დამუშავება, ტრიუკები, ვარდნები, სიმაღლიდან ვარდნები, ну და ჩვეულებრივად ანუ დარტყმების დროსაც ვარდნები გაჩნია, რა არის დავალება და რა არის ჩვენი მიზანი. შეიძლება იყოს ტყვის მოხვედრა და ინსცენირება რომ მოხდეს. ანუ რაც შეიძლება ბუნებრივად რომ მოხდეს ეს ტყვიდან გამომდინარე, გაჩნია საიდან ხდება ტყვია, შეიძლება ხდებოდეს თავში, მხარში, ფეხში, უცელში და შესაბამისი ტრაექტორია უნდა გზნობდე და უნდა აბსოლუტურად რეალისტური უნდა იყოს ეს გამომსახველობა და შესრულება. და ანუ მაგას ჭირდება ვარჯიში, ანუ შეიძლება ფილმში რო აი ეს ბუნებრივად ჩანს, მაყურებელმა არც იფიქროს როგორ მოხდა ეს, როგორ დაამუშავა, არ დაამუშავა, დამუშავდა თუ არ დამუშავდა თუ ესე უნდა ყოფილიყო და მაგაზე არ ფიქრობს მაყურებელი. თუმცა კასკადიორს მაგაზე ბევრი მუშაობა ჭირდება, რომ აი ეს ბუნებრივი და ნატურალური გამოვიდეს. ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელზეც გიმუშავეთ? ყველაზე ცნობილი ფილმი ქართული რა თქმა უნდა. ქართული? ქართულში აი თუნდაც შინდისის გმირები კი. დიდო წინსაძის ფილმი. კერჩშიც, მაგრამ კერჩში ანუ როგორც კასკადიორი ისე არ ვიყავ. მაგრამ დიდო წინსაძის ფილმში შინდისის გმირები მან საკმაოდ რთული ეპიზოდი გქონდა აფეთქების პროცესში პირდაპირ ცეცხლში გავეხვიეთ მე და ჩემი მეგობარი გიორგი უსტარაშვილი. გიორგისთან ერთად ვარჯიშობდი, რამოდენიმე წელი მოკითხა გიორგის.
ჩემგან. სალამი გიოს. ხო და მან ჰქონდა ძალიან ეფექტური მომენტი, ძალიან ეფექტური აფეთქება და ფილმში სამწუხაროდ არ ჩანს კარგად ეგ მომენტი. მაგრამ აი გვერდიდან გადაღებული ტელეფონებით გადაღებული და აპარატებით გადაღებული ძალიან ეფექტურია, მე შემიძლია გაჩვენო კიდეც. თუ მომაწოდებ მაგ კადრებს გავუშვებ ეთერში თან გარდაცემის ველობის დროს. ვეცდები თუ ეხა ტელეფონში არ მაქვს რო გამოგიგზავნო, მაგრამ შეიძლება მოვნახოთ და მე კი ბატონო. და აი მინდა შევეხო შენს ბავშვობას, როგორი ბავშვობა ქონდა? თავი ბავშვობიდანვე ვარჯიშობდი თუ არა და ასე. როგორ გითხრა? საინტერესო ბავშვობა მქონდა, რთული პერიოდიც იყო, ბედნიერი მომენტებიც იყო. ვარჯიშსაც შეეხება, ძალიან პატარა ვიყავი პრინციპში, ვარჯიში როცა შემიყვარდა. 5 წლის ასაკში, 5-6 წლის ასაკში პრინციპში დავიწყე ვარჯიში. ოღონდ რაიმე კონკრეტულ სპორტზე არა. უფრო ძალისმიერი ვარჯიშები იყო. აზიდვები, ტურნიკი, გაწელვები, რაღაც ისეთი პრესები ამ. ხო, რაღაც ეგეთი ვარჯიშები ერთი კარგი ადამიანი იყო, ვინც მავარჯიშებდა. ოღონდ სამე რომელიმე დაწესებულებაში არ ვარჯიშობდი. დასაწყისში რა, მაგ ასაკში, პატარაობის ასაკში მე მოხდა შემდეგში, ანუ 8 წლის ვიყავი დაახლოებით ძიუდოზე შევედი და 8 წლიდან სადღაც 13 წლამდე ჭიდაობდი ძიუდოს. ეგ იყო ჩემი პირველი სპორტული დასაწყისი. ანუ სპორტს ბავშვობიდან მოკავია ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი და შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად მაგან განაპირობა უკვე სტუდენტობის დროს კასკადიორობა დამიწყო. და ოფიციალურად რა იგლის იყავი, რომ უკვე შეხვედი აი ამ ოჯახში რა, რასაც ვიყავი. ალბათ 23 წლის თუ სწორად მახსოვს, ან 22 წლის დაახლოებით ეგრე ზუსტად არ მახსოვს. და რამდენი წლის ხარ ახლა? ეხლა ვარ 40. რა? საერთოდ არ გეტყობა, მინდა გითხრა. ხო. საერთოდ არ გეტყობა და ეს არის შენი სპორტული ცხოვრების დამსახურება. კი ბატონო. და 2 დღის წინ გავხდი 40 წლის. გილოცავ. და კიდევ მალე კიდევ ორჯერ 40 მომელოცოს ჩემოსმო. და სულ წარმატებებში მენახე. კაიხა. და ბოლო კითხვა გადაცემაში, რას უსურვებ და რას ეტყვი ანუ ჩემს თაობას, როგორი ცხოვრონ და რა გააკეთონ იმისთვის, რომ იყვნენ აი წარმატებულები, რაშიც უნდათ იმაში. პირველ რიგში უნდა გქონდეთ ნათელი მიზანი. კარგი სურვილები, კარგი მიზნები, იმიტომ რომ კარგი მიზანი კარგ შედეგებს დებს და შემდეგ რა თქმა უნდა დისციპლინა, მონდომება, ნებისყოფა და შრომა იმ მიზნისკენ რაც უნდათ რომ შეასრულონ. ეგ არის. აკაკი, ძალიან დიდი მადლობა გინდა გითხრა მოსვლისთვის, ჩემს გადაცემაში მონაწილეობისთვის და საოცარი და გულღია პასუხებისთვის და მადლობა რომ იყავი ჩემს გადაცემაში გულწრფელი. მადლობა შენ მოწვევისთვის. კი ხა მე მოგვიწია ჩაწერა, მაგრამ რა უშავს. თავარია გავაკეთეთ ეს. და მალე მომელოცოს უკვე ოსკარზე წარდგენა. ძალიან მალე მომელოცოს. აი, იცი რა მინდა რომ დავინახო აკაკი? აი რომ ჯეკი ჩანის გვერდით მოდიხარ და თემურის გვერდით და ამბობ, this is Georgia. We are Georgians. და აი მინდა გისურვო რომ გესახელებინოს ჩვენი ქვეყანა, საქართველო და მინდა მთელს შენს გზაზე იყო ბედნიერი, წარმატებული და რასაც ქვია გამარჯვებული. მადლობა დიდი. ჩემო გისურვებ წარმატებას შენს საქმეში და რა მიზნებიც გაქვთ აღსრულებოდეს გემრიელად და კარგად და ენერგიულად. ქართულ ჯგუფში.
გაიხარე აკაკი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე კი შეგახსენებთ, ეს იყო გადაცემა, უпроსორეთ პოდკასტი, რომელსაც ქვია ხალხის პირისპირ და ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. ასევე ვართ TikTok-ზეც, Instagram-ზეც, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და მოწონების დასმა ღილაკზე. და დღეს ჩვენი სტუმარი იყო დამწყები რეჟისორი და ძალიან კარგი კასკადიორი, შემიძლია ასე ვთქვა და ძალიან კარგი ადამიანი პირველ რიგში აკაკი ღუღონიშვილი და ვიმედოვნებ რომ ჩვენ გავაგრძელებთ კოლაბორაციას აუცილებლად. სიამოვნებით. და ყველაფერს აი სექტემბერ-ოქტომბერში დათოს ველაპარაკე და ვაპირებ უკვე თქვენი ვარჯიშების გადაღებასაც, პატარა დოკუმენტური ფილმის აწყობას თუ როგორ ემზადებით, რას აკეთებთ და ასე შემდეგ. და როგორია თქვენი ყოველდღიურობა დარბაზში. და ამას მაყურებელს შევთავაზებ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, არ მინდა ზუსტად თარიღი ვთქვა, თორემ მე ყველაფერი მეშლება ხოლმე. ხელი მეშლება ხოლმე და მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ჩემო ერთგულო მაყურებლებო, ძალიან მიყვარხართ და მადლობა ერთგულებისთვის. მე კონსტანტინე ჯაფარიძე ვიყავი, გადაცემის ავტორი და წამყვანი და გემშვიდობებით უკვე შაბათს ძალიან საინტერესო ადამიანთან მივალთ სტუმრად და ჩავწერთ შემოგთავაზებთ უკვე შაბათს 21 საათზე ტელეკომპანია მაჭახელას ეთერში გადაცემას ხალხის პირისპირ. ჩვენ მადლობა ტელეკომპანია მაჭახელას თანამშრომლობისთვის და შევხვდებით შაბათს. მომავალ შეხვედრამდე დროებით.